საკუთრივ პროექტი იწყება შემოდგომაზე. ეს რაც მიმდინარეობს, ეს არის ყველაზე მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტებისათვის გამოყოფილი პირველი რიგის დახმარება, მედიკამენტოზური მკურნალობა. მართლაც ძალიან მიხარია პიროვნულადაც როგორც ექიმს, როგორც ჯანდაცვის მინისტრს და საზოგადოების ერთ-ერთ წევრს, რომ პროექტი მართლაც წარმატებით მიმდინარეობს, უკვე 1800-მდე ადამიანი გადის მკურნალობას და უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად ჯერადობით გაიზრდება. მათგან რამოდენიმეს უკვე სისხლში კონცენტრაცია აღარ აღენიშნება, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ დაავადება ბოლომდე არ ემორჩენილი, მათ ჭირდებათ რამოდენიმე თვიანი მკურნალობა, რის შესაძლებლობაც საბედნიეროდ ექნებათ. რაც შეეხება საკუთრივ უახლოეს გეგმებს, 28 ივლისს აღინიშნება ცეჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენ ვაკეთებთ ორკვირიან ესეთ კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც 8 დაწესებულებაში, რაიონებში მე მოგახსენებთ კონკრეტულად სად არის ჩატარდება ბევრად უფრო ინტენსიური ანალიზების გაკეთება, ამას სკრინინგს ეძახიან, სკრინინგული ტესტები არის შედარებით მარტივი დაბალი ღირებულების ტესტი, რომელიც აკეთებს დეტექციას. თუ დადებითი არის, ეს 100%-ში არ ნიშნავს, რომ დადებითი არის და მერე საჭიროებს უკვე გადამოწმებას. ჩვენ უკვე შევიძინეთ 10,000 ადამიანის დამატებით სკრინინგის ჩასატარებელი ტესტები. უკვე დავიწყებთ ამის გაკეთებას წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით და ჩემი სათხოვარი იქნებოდა სამედიცინო დაწესებულებებისადმი, რომ ეს კვლევა არ საჭიროებს რაიმე დიდ ფინანსურ დანახარჯებს და თუ სამედიცინო დაწესებულებებით საქართველოს მასშტაბით ჩაერთვებოდნენ, ამაში ეს იქნებოდა ძალიან დიდი დახმარება ზოგადად ქვეყნისათვის და მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეგახსენებთ, რომ ეს არის გარკვეულად ასე ვთქვათ, მუხანათი დაავადება, როდესაც შეიძლება საკუთრივ დაზიანება მიდიოდეს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე და ადამიანების დიდმა ნაწილმა უბრალოდ არც კი იცოდეს, რომ ეს ჭირს. ამ დროს მკურნალობის რეალური და ეფექტური შესაძლებლობა საბედნიეროდ უკვე არსებობს და რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს ამ გამოკვლევას, მით უფრო კარგი იქნება მათთვისაც, ქვეყნისთვისაც და ზოგადად ასე ვთქვათ ამ დაავადების მართვისათვის. ასე რომ სამედიცინო დაწესებულებები, ვინც სურვილს გამოთქვამს და ამაში მონაწილეობას მიიღებს, ჩვენ მივესალმებით და ეს სერიოზულ მხარდაჭერად აღიქვება მათგან და რა თქმა უნდა, შესაბამისად შეფასებული და დაფასებული.